ხო, დავიწყოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩემი აზრით მე ვარ კაი ადამიანი და ზუსტი ადამიანი იმისთვის, რომ ეს თოქი წავიკითხო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს სხვადასხვა ჯობების დალენდვაში, რაც ზოგი კომპანიისთვის, ასე ვთქვათ, red flag-ია, მაგალითად თუ იცით რამოდენიმე დღის წინ Twitter-ზე გაბაზდა ეგეთი ხუმრობა ვიღაც ინდოელ ტიპზე, რომელიც ძალიან ბევრ სტარტაპში მუშაობდა, 9 ჯობი ქონდა ერთად და სადაც 1 მილიონამდეა გაკეთებული რამოდენიმე წელიწადში. და სულ ქონდა 9-8 ჯობი და აი რაღაც ხელოვნების დონეზე ქონდა ჯობის დალენდვა, მისი მეილები მაქვს, წავიკითხე როგორ ლენდავდა ჯობს და ნუ ეს HR-ის პროფესიონალები წერენ, რომ ამდენი red flag-ი ჩანს ამ მესიჯებში და რანაირად აი როგორ ლენდავდა ეს ხალხი, რეალურად ამ ადამიანის ბრალი კი არ არის, რომ სკამავდა თქვენ, ეს არის კომპანიის ბრალი, იმიტომ რომ რო წერდათ უკვე red flag-ი ჩანდა და რანაირად აიყვანეთ. მე ეგრე არ ვფიქრობ. ჩემი მიდგომა, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი მაინდსეტი და ჩემი მიდგომა ესეთია, რომ ხო, იქამდე სანამ ერთი დეველოპერი აკმაყოფილებს არ აქვს ამას მნიშვნელობა 9 იქნება ეს თუ 6 კომპანია, თუ 3 კომპანია, იქამდე ეს ყველაფერი სკამი არ არის. სკამი არის მაშინ, როცა ვატყუებთ დამსაქმებელს, ერთში ვმუშაობთ, მეორეში არ ვმუშაობთ და ნუ ამას ვიყენებთ ცუდი მიზეზების გამო. მე არ ვთვლი, რომ ეს ინდოელი ტიპი ზამე დანაშაულს შვებოდა, ჩემი აზრით, უბრალოდ ძალიან ნიჭიერი ტიპი იყო და ბაზარზე ზუსტად აჯობა, იპოვა ის ნიშა, რითიც ხალხს აყავდა, აშკარად ეტყობოდა, რომ გასაუბრებს გასდიოდა, პროდუქტს ქმნიდა, ბილდავდა რაღაცებს და ანუ valuable რაღაცებს ქმნიდა. მაგრამ ისმის კითხვა, როგორ ლენდავდა ეს ტიპი ჯობებს და როგორ ვერ ლენდავდა, რავი, სხვა ბევრი ადამიანი. და ახლა ძალიან საინტერესო მიდგომა. მე ხა ამ პრეზენტაციაში მაგ ტიპის საერთოდ ვლაპარაკობ, ეხლა გამახსენდა. მაგრამ შეგიძლიათ Twitter-ზე ნახოთ, როგორი მიდგომა ჰქონდა ზოგადად კომპანიების მიწერისგან. როგორ ელაპარაკებოდა და როგორ განსხვავდებოდა სხვებისგან. არ ვიცი, ძალიან სიღრმეებში მართლაც კამავდა თუ არა, ფაქტი ერთია, სკილი იმის რომ აიყვანათ ქონდა. და ეს სხვათა შორის არ არის ცუდი სკილი. ძალიან კარგი სკილია, თავარი ეს თქვენ ცუდად არ გამოიყენოთ და არავინ არ გამოიყენოთ ეს ცუდად და გამოგდაგა, იმიტომ რომ როგორც კი ამას ცუდად გამოიყენებ, ჩათვალე ერთი კომპანია რო გაიგებს, ყველა მიცის. და მე ძალიან რთულია ჯობის დალენდვა. მოკლედ, ჩემი თოქი შეეხება იმას, თუ როგორ დავლენდავდი მე ჯობს და დავიწყებდი მუშაობას პირველ სამსახურს, ეხლა რომ ჯუნიორი ვიყო. იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისად ბევრი გამოცდილება მაქვს თუ ის რაღაც ხედვები ჩავამიყალიბ და 2025 წელს რა ჩელენჯებია იმისთვის, რომ სამსახური დავიწყოთ. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ბაზარი ძალიანაა გაფუჭებული. 2020-ის COVID-მა გამოიწვია ის, რომ ბაზარი დეგრადირდა, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ 2020-ში, რადგან ხალხი გადავიდა რემოუთად, კომპანიებს შეეშინდათ, რომ რემოუთად მომუშავე კადრები values დაკარგავდნენ და ისეთი პროდუქტიულობები და ისეთი წარმატებები ვერ იქნებოდნენ, როგორც იყვნენ in-house. აქედან გამომდინარე, აიყვანეს ძალიან ბევრი დეველოპერი და ამან გაქაჩა რაღაცა ეტაპზე და მე მოხდა overflow და მოხდა ძალიან დიდი lay-off-ები. ეს lay-off-ები რომ მოხდა, გარეთ ბაზარზე დარჩა ძალიან ბევრი დეველოპერი, რომელიც ეძებდა უკვე ახალ სამსახურს და მე აქ უკვე ისეთ დეველოპერებს, რომელსაც გამოცდილება არ ქონდათ და ეხა შედიოდნენ უკვე ბაზარზე, მანდ მოხდა ძალიან დიდი კონფლიქტი, იმიტომ რომ ლოგიკურია, ამდენი დეველოპერი რო ეძებს სამსახურს, ყველათან ახმა უკვე რომ, ანუ უკვე ფას კომპანია აკონტროლებს. იმიტომ რომ მოთხოვნა ბევრია. აქედან გამომდინარე, უკვე აღარ იყო ისე როგორც 2020-ში იყო და ბაზარი გაფუჭდა. ადრე თუ მე 2020-ში LinkedIn-ზე მწერდნენ კვირაში 4-5 offers, ეხლა შეიძლება თვეები გავიდეს და ერთმა ადამიანმა კი არ მომწეროს და მე რომ მივწერო, ძალიან ბევრი რეჯექტი მივიღო. ჩემ დროს ეგრე არ იყო. ჩემ დროს შეგეძლო მეილი მიგეწერა, გამარჯობა, მე თქვენთან მუშაობა მინდა, მე ვარ ეს, როგორ ახარ და ეგრევე გეძახდნენ. უამრავ გასაუბრებაზე ვარ 2015-2016-17 წლებში, აი ამ მიდგომით. უბრალოდ მეილს ვიწერებოდი, ჩემს CV-ს და GitHub-ს ვაგდებდი და GitHub-ზე არაფერი არ მედო, უბრალოდ ვაგდებდი. მაგრამ ნუ დღეს ბაზარი შეიცვალა. დღეს ეგრე აღარ მუშაობს მიდგომა და სამწუხარო რეალობა რა არის? ეს აკადემიები რო გაიხსნა ძალიან ბევრი. ყველა მესი ასწავლა რა. მიწერე მიდი მეილზე კომპანიას
და დაიწყეს ამ ჯუნიორებმა ყველამ ესე მიწერა. და რეალურად არ მუშაობს ეგრე. ეხლა დღეს სხვა სკილები გჭირდება რომ სამსახური იშო. ხო, ნაწილობრივ ვილაპარაკეთ უკვე ამაზე, თუ რატომ შემცირდა და გაჭირდა 2025 სამსახურის შოვნა და ერთ რაღაცაზე არ მithქვია ორზე. პირველი არის პირველი რაც მიწერია მაღალი სატურაცია ჯუნიორის ტალანტის. ეს რას ნიშნავს? ძალიან ბევრი ჯუნიორია დღეს. ძალიან. აქედან გამომდინარე ძალიან ჭირს ამათ შორის გადარჩევა და ძალიან დიდ დროს მოითხოვს. რამოდენიმე თვის წინ გამოვაცხადე Next.js-ზე ვაკანსია და 3 თვის განმავლობაში დღეში დაახლოებით 5-6 ადამიანი მიგზავნიდა სივს. სხვადასხვა ადამიანები. დაახლოებით 15 წუთში 15-30 წუთში შევაგროვე 35-მდე 40-მდე რეზიუმე. შემდეგ ეგრევე გადავარჩიე 40 5 კაცთან დავრეკე და მოსჩა დანარჩენი აღარ მჭირდებოდა. მაგრამ ისევ აგძელებ დავწერე რომ აღარ არის ვაკანტური ეს. არა, კიდევ გრძელდება. წარმოიდგინეთ ეს ვარ მე. ვარ სტარტაპი, ძალიან პატარა კომპანია და ასეთ ვაკანსიას როდებს რაც მართლა ისეთ კომპანია, ვისთანაც უფრო ლოადი დიდია, ესეც იღებს 10 ჯერ მეც ალბათ, სავარაუდოდ. თან მე არც დამიბუსტია არაფერი, ჩემ LinkedIn-ზე დავწერე და ეს მივიღე. და გადარჩევა ძალიან ბევრია. ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, ამდენი ადამიანიდან რომ კარგი გადაარჩიო, გიწევს რა? bare minimum-ის აწევა. ადერთუ მაგალითად, ჩემ დროს მაგალითად ყველაზე პოპულარული კითხვა იყო, რა არის solid პრინციპები. solid პრინციპები თუ იცოდი, ძმაობშო. მაგარი ტიპი იყავი, SOLID-ს თუ ჩამოთვლიდი, ყველაფერი კარგად იყო. მერე ეს ისწავლეს აკადემიებმაც. წავინე და ამ ჯუნიორებს დააზუთხინეს ეს SOLID და დღეს ყველა მიცის, რო კითხო Lisk of substitution-ი რა შვება? bla bla bla. რო ჩვენო კოდი, მანახე დარღვევა ვერ გეუბნება, იმიტომ რომ თეორიულად იცის. აქედან გამომდინარე, ესეთ კითხვებს აღარ უსმევენ ჯუნიორებს და უკვე გითხებიან ცოტა უფრო სიღრმისეულ კითხვებს, იმიტომ რომ bare minimum აიწია, იმიტომ რომ გავარჩიო მე ეს ტიპები, რომლებიც კარგები არიან, ვეღარ ვსვავი დაბალ კითხვებს, იმიტომ რომ ეს ყველას დაზეპირებულია, ვეღარ ხვდები მე უკვე ეს მართლა იცის თუ არა. ადრე bare minimum დაბალი იყო. მეორე არის რომ AI-ის rise. AI-ის rise იმას არ ნიშნავს, რომ ჯუნიორებს ჩაანაცვლებს AI. უბრალოდ ჯუნიორის ცოდნას ვეღარ ვუკეთებ ვალიდაციას. გასაუბრებაზე. მაგალითად, ჩემი ეხა გიყვებით ნამდვილ кейსებს. 5 ადამიანს გავუგზავნე. ოღონდ ეს iOS-ზე იყო რა. Next.js-ზე მე აღარ შემოწმებია დავალება და არ ვიცი. iOS ვეძებდი, 5 ადამიანს გავუგზავნე დავალება. სადაც მეწერა ეს requirement-ებში, რომ ძალიან გთხოვთ end-to-end solution-ი LLM-ები არ გამოიყენოთ, okay-ა რომ რაღაცისთვის გამოიყენო, თუმცა არ გამოიყენო რაღაც 1-2 ანუ აქედან აქამდე არ გამოიყენო. იმიტომ რომ კარგა ვალიდაცია ვეღარ ხვდები რა, ვინ შევამოწმო და რა შევამოწმო. იმიტომ რომ თან ხარ რაზეა საუბარი. მე ვეძებდი ინჟინერს, რომელიც ჩემთან ერთად გაიზრდებოდა და დამეხმარებოდა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მანდატორი იყო ის, რომ მისი ინჟინერული სკილები რაღაცები ფუნდამენტალურად ესმოდა. და мотивация ქონდა რაღაცების სწავლის, იმიტომ რომ მასთან ერთად დიდხანს ვაპირებ მუშაობას. მე თუ ვეძებ უბრალოდ კონტრაქტორს, რომელსაც ვინ მინდა A-task-ი მივცე და ეს A-task-ი რაღაცა end დროში გამიკეთოს და ხარისხიც არ მაინტერესებს, ოკეი, რავი, გამოიყენე LLM-ი, რა პრობლემაა? არ მადარდებს ეგ რა, მთავარია აკეთებდე. მაგრამ შენ თუ ბრმად იყენებ LLM-ს, დიდი ალბათობაა იმის, რომ ხარისხსაც დაიკიდებ, არც გეცოდინება იმის გარკვევა ეს დაბალი ხარისხის კოდია თუ მაღალი ხარისხის კოდი. ამიტომ ეგ არ მაწყობს. მოკლედ შევამოწმე 5-ის დავალება და 98%-იანი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უმეტესი კოდი ქონდა LLM-ის, AI-ის დაწერილი. საიდან ხვდები ამას? გასაუბრებაზე, თეორიულ გასაუბრებაზე რო ვერ მეუბნები რაღაცა X რაღაცა რას ნიშნავს და მე კოდში ეს X რაღაცა იდეალურად გამოყენებული რაღაცა ლოგიკაში არ ჯდება. მეორე AI უშვებს ძალიან ისეთ შეცდომებს რა. მოკლედ ძალიან მარტივია ეზი მიხვდე რა. თუ ძალიან ჭკვიანი დეველოპერი იყენებს AI-ს, იმით მიხვდები რომ ძალიან სისულელე უწერია, სადღაც ერთ ადგილას მაინც და თუ ძალიან ჯუნიორი იყენებს, ისეთი რაღაც ერთ ადგილას ისეთი ჭკვიანი რაღაც ეწერება, რომ აი უეჭველი მიხვდები ეს უბრალოდ მან არ იცის, ეს შანსი არ არის რომ იცოდეს. იმიტომ რომ მაგას თეორიული გასაუბრების დროს გეტყოდა. ამიტომაც home task assignment-მა საერთოდ აზრი დაკარგა.
რავი რაზე აქ home task-ი რო გაუგზავნო. მე ვისწავლე ჭკუა და დაურეკე 5-ვეს და live coding-ი გავაკეთე. არც მან მივიღე სახარბიელო შედეგი, იმიტომ რომ იყო რაღაც ფაქტები, რომ ვიღაცები ცდილობდნენ ამ live coding-ის დროსაც მოკლედ რა. ყველაფერს ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ იყო ფაქტები და აქედან მოკლედ ძალიან გამიჭირდა. წარმოგიდგენთ 5 ადამიანის არჩევა. და მე ვარ პატარა კომპანია. ეს რო იყოს ბევრ ციფრზე და scale-ზე რამდენად რთულია და რამდენად ის არის რა, ნეგატიური დამოკიდებულება. ამიტომაც რა თქმა უნდა, მე თუ ვარ ეგეთი კომპანია, მირჩევნია რომ ფული გადავუხადო middle-ს და ავტომატურად გავცხრილო ეს ჯუნიორები, ნაკლებ დროს დავხარჯავ. და მე შედეგს მივიღებ. უბრალოდ დროს დავხარჯავ, ფულს მეც დავხარჯავ, მაგრამ დროს ნაკლებს. ამიტომაც ეს ფაქტორი ძალიან უშლის ხელს უკვე დღეს რომ პირველი ჯობი დაიწყო. ეს უკვე ვთქვი, რომ employer-ებმა expectation-ი შეცვალეს და უფრო მაღალ სტანდარტებს ითხოვენ, ვიდრე დღეს და რა არის მაღალი სტანდარტები, მაგაზე მოდი ვისაუბროთ. ხო, ეხლა ჩემი აზრით რა არის მაღალი სტანდარტები დღეს და მე როგორ მოვიქცეოდი, რომ ეხა ვიწყებდე, აი ეხა რომ ვიყო ჯუნიორი, რას ვიზავდი. პირველ რიგში რამდენმა იცით მაგალითად როგორ მუშაობს binary tree. რამდენმა იცით როგორ მუშაობს მაგალითად circular queue, წრიული queue. ხო, object pooling-ი, მან. აი, ხედავთ, ნახეთ, როგორ არასწორად გვაქვს რაღაცეები ნასწავლი, რატო? დღეს იმდენად გამარტივდა, ჩვენი სფერო არის ძალიან უცნაური რა. აი მაგალითად რო ავიღოთ რამე მეცნიერული სფერო, იქ ესე ვერ იქნები. ან რაღაც იცი, ან რაღაც არ იცი. ჩვენი სფერო არის აბსტრაქციებით გატენილი. აი აბსტრაქციებზე ვართ. და რაღაცეებს უბრალოდ ისე ვაკეთებთ, რომ რაღაცეების ცოდნა არ გვჭირდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ამ ეტაპზე არ გვჭირდება. ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება ყველა სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ რადგან ეხა ამ ეტაპზე არ მჭირდება ამის ცოდნა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვისწავლი. მაგრამ რაღაცეები არის ფუნდამენტალები, რაც არ იცვლება. აი მაგალითად, JavaScript-ის framework-ი ბოლო 10 წელიწადის განმავლობაში, რავი, შეიცვალა, ყველა სხვადასხვანაირი ტრენდი გამოვიდა. Backend-ზე არქიტექტურები შეიცვალა, monolith, monorepo, microservice, რავი, ყველაფერი იცვლება რა. მაგრამ ფუნდამენტალები გაიხსენეთ ბოლოს რამე შეიცვალა? არა. აქედან გამომდინარე, როცა გაქვს ძლიერი ფუნდამენტალები, დროის განმავლობაში ეს ცოდნა შენ გრჩება. ანუ ამას არ გჭირდება up to date რო იყო, ამასთან არ გჭირდება. framework-ებზე თუ ხარ დამოკიდებული და თუ ფუნდამენტალები არ იცი და framework-ი იცი, ხოლო ძლიერად, მაშინ უკვე სულ გჭირდება რომ იბრძოლო, ნუ ისედაც გჭირდება რომ რა თქმა უნდა up to date იყო, მაგრამ framework-ების შემთხვევაში შენი და საყრდენი ძალა არის framework. როცა ფუნდამენტალები არის. აქედან გამომდინარე გიწევს რომ სულ ამ framework-ს ზდიო. იმიტომ რომ საყრდენი ძალა ეს გაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ საყრდენი ძალა გაქვს ის, რაც დროის განმავლობაში თითქმის არ იცვლება. binary tree იყო, binary tree 30 წლის წინაც და დღესაც. მორჩა. გრაფები იყო ადრეს, გრაფები და ეხაც გრაფებია. ამიტომაც თავიდანვე დავიწყებდი სწავლას ალგორითმებით და მონაცემების სტრუქტურებით. პირველ რიგში მაგას ძალიან ბევრი idеალური წიგნია, დღეს მით უმეტეს ახლა მაღაზიაზე ლაპარაკიც კი აღარ გვიჭირდება, რომ რესურსი გვაქვს n რაოდენობით. წიგნიც არ გჭირდება, დაადგები LLM-თან და ეტყვი რომ ხარ ჩემი მასწავლებელი და მასწავლე. დამისვი კითხვები ალგორითმებზე, მომეცი დავალებები. გაუკეთე, გაუგზავნე. პირადი ტუტორი ყავს ყველაზე ჭკვიანი. ყველაფრის სწავლა შეგიძლია დღეს, თავი მონდომება არის. მე რას გავაკეთებდი ამ ალგორითმები და data structure-ებით ყოველ დღე მინიმუმ ერთ lead code-ის დავალებას გავაკეთებდი. არ ვთვლი იმას, რომ lead code-ის ვინც მაგრა აკეთებს, ის მაგარი ინჟინერია. თუმცა დღესდღეობით lead code-ის კარგად გაკეთება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რთულ ინტერვიუებზე კარგად გაივლი. ამიტომაც გინდა არ გინდა, კარგია რომ ეგ გამოცდილება გაქვს. ნებისმიერ top სამსახურში გაქვს შენ გაძლევენ ესეთ დავალებას თან live-ში. ამიტომაც რაც უფრო მომზადებული დახვდები მაგას, მით უკეთესია. ჩემ დროს ეგრე არ იყო და მე გადართვა ძალიან გამიჭირდა. ჩემ დროს იყო მარტო თეორიული გასაუბრება, მე ტექნიკური და home task assignment-ი. დრო შეიცვალა, მე ეს lead code-ები გავმაზე და მე ვეღარ ვიწყებდი კარგ სამსახურს, იმიტომ რომ, ნუ, ალგორითმებში ჭრიდნენ. მომიწია მე წასვლა ისევ, გადახტომა უკან და, ნუ, ალგორითმები და მონაცემების სტრუქტურები შეიძლება იცოდე, მაგრამ lead code-ის ამოცანებს ვერ ხსნიდე, იმიტომ რომ, მაგრამ აი ეგ არის
როგორც კუნთი ეგეთია, აი შენი muscle brain memory უნდა დაამუშავო და უნდა ბევრი აკეთო ხშირად, რომ პატერნივით, ანუ რომ დაინახო ამოცანას, პატერნივით ხვდებოდე მე უკვე რა გჭირდება, რომ როგორ მოვაგვარ, იმიტომ რომ ძალიან გავს ერთმანეთს ეგ ამოცანები. რაც კატეგორია, როგორც დიზაინ პატერნებია, რაც კატეგორიებით, ეგრე შეგვიძლია ეგ ამოცანები დავანაწილოთ. ხო, რა თქმა უნდა, ამის დროს არ უნდა გამოიყენო LLM-ი და არ უნდა უთხრა, რომ binary tree-ს დაწერა მინდა, რაც რეკურსიული ძებნა მინდა ხეში და ამიწერე. ეგ არ მუშაობს. თუ ისწავლი იქიდან კი, მაგრამ ხო იცი რომ არ ისწავლი, ადამიანები ზარმაცები ვართ რა, არ გინდა. შენ თვითონ იწვალე, შენ თვითონ დაწერე, რომც ვერ დაწერო, მაინც უკეთეს შედეგს აიღებ, ვიდრე იმან რომ დაგიწეროს. იმიტომ რომ უფრო ბევრი დაგრჩება. გამორიცხულია რომ ვერ დაწერო დღეს. ანუ იმდენ რა, მიხვალ რა შედეგამთი. ხო, ეს დისციპლინა 2025-ში იმიტომ მუშაობს, ეგ ამთქვი. ადრე მაგალითად ეგეთ რაღაცებზე მარტივი იყო, დღეს bare minimum-მა მოიმატა. ამიტომაც თუ გვინდა, პრობლემა რა არის, რა ვთქვი წეგან, ბევრი ჯუნიორი ვართ. ამ ჯუნიორებიდან შენ უნდა იყო გამორჩეული რაღაცით, რომ ვიღაცამ შეგამჩნიოს. ეს არის ის, რასაც არ აკეთებს 90%. შენ თუ ამას გააკეთებ, ავტომატურად გამორჩეული იქნები. ოღონდ გააკეთებ რას ნიშნავს ხა? როგორ უნდა გაიგოს იმან, რომ შენ ამას აკეთებ. როგორ უნდა გაიგოს და უნდა იყო ძალიან publicly ტიპი. ხა ეს რას ნიშნავს? ჩემი აზრით, რისი გაკეთებაც მე არ შემიძლია, ესე იგი მეც არ მესმის. Publicly ტიპი რას ნიშნავს? ხა binary tree-ები რო დაწერო GitHub-ზე და ესენი დიდად იმპაქტი არ ექნება ამას რა, ვიფიქრებ რომ რავი დააკოპირე შეიძლება რა და არ გესმის. მაგრამ თუ დავიწყებ მე ველოსიპედის თავიდან გაკეთებას, შეიძლება ძალიან საინტერესო შედეგებზე მივიდე. ეხლა რა შეიძლება ველოსიპედის თავიდან გაკეთება? ამას ეძახიან recreational programming. ანუ ვიღებ რაღაც არსებულ სისტემას, ცნობილს, ნუ გააჩნია რა სფერო მაინტერესებს. ყველა შეიძლება თამაშებში თუ ხარ, შეიძლება აიღო ცნობილი თამაში, თუ სისტემებში ხარ რაღაცა OS-ი, ან რაღაცა ცნობილი თული, რომელიც წლებია მუშაობს და დაიწყო იმის შენით კეთება. ოღონდ აქ არის ძალიან მთავარი ნიუანსები. ძალიან დიდი ლოგიკურია, რომ მაგალითად ვერ დაწერ შენ რაღაცა სისტემას, რომელიც 30 წელია მუშაობს, იგივეს ვერ გააკეთებ შენ 3 დღეში. მაგრამ აქ უნდა დაიცვა ოქროს ბალანსი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გავიგოთ რა გვიყვარს, რა გვევასება, რა გვაინტერესებს, ძალიან ბევრი სფეროა ხო ჩვენ სფეროში. შენთვის რა არის passion? ანუ რას გააკეთებ ისე, რომ არ დაიღლები რა, ისაც არ დახედო. და მე უნდა გადაწყვიტო უკვე რა სისტემების დაკავებას გადაწყვიტო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ბავშვობიდან ჩემი ესეთი ინტერესი ყოველთვის იყო რაღაც general პროგრამირება და არ კონკრეტულად სისტემური პროგრამირება, მე მაქვს ახლა აქ რაღაცა ჩემი toy project-ები, რომლის აწყობაც ჩათვალე რომ 1000 ჯუნიორიდან მაგას აკეთებს არავინ დღეს ყოველთვის საქართველოში. ძალიან ცოტა, აი თითზე ჩამოსათვლელი ხალხი. და წარმოგიდგენთ შენ თუ ამ ყველაფერს გააკეთებ, ჯერ რამდენს ისწავლი და მე ამ ყველაფერს თუ public-ად დადებ, რამდენს აჩვენებ და რამდენი დაიჭერ სხვის ამ ყურადღების ეფექტს. ესე toy project-ები რას ნიშნავს? ესე იგი, უნდა ჩადო 20% effort-ი და უნდა მიიღო 80%-იანი functionality. 100%-იან function, ანუ 100%-იან ფუნქციონალს შენ ვერ გააკეთებ იმ პროექტების. აი მაგალითად ავიღოთ რაიმე ძველი game კონსოლის ემულატორი. Game Boy ავიღოთ, ყველაზე ცნობილი ეგაა, ძალიან ბევრი GitHub-ზე დევს უამრავი ემულაციები ამის. Nintendo ძველი, PS1. როგორ მუშაობს ეს სისტემები? ნუ მე ვამბობ ჩემი გადმოსახედია, მე რა მაინტერესებს. თქვენთვის ეს შეიძლება სხვა რამე იყოს. მაგრამ რა თქმა უნდა 80% ფუნქციონალს მე ვერ მივიღებ. თან უნდა ჩავდო 20%-იანი effort-ი, იმიტომ რომ თუ 100%-იანი effort-ი ჩავდე, ეს გამოიწვევს ჩემში burnout-ს და დეგრადაცია მექნება ჩემი мотиваციის რა. მომიწევს რომ დავანებო თავი. ამიტომ თავარია toy project იყოს, toy project-ი მართლა რა. არ იყოს იდეალური, მაგრამ 80% ფუნქციონალს აკეთებდეს. 80% ფუნქციონალს შენ უკვე შენი ფუნდამენტალური ცოდნა ძალიან გაღვივდება. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, simple, fun და გასართობი. და უნდა გამორიცხო over engineering-ი რა. არ უნდა დაიწყო ხა ფიქრი, მე რო ამ ჩემს ემულატორს გავაკეთებ, ეს რო გაეშვას რაღაცა PC-ზე, ეს რო გაეშვას რაღაც სხვა hardware-ზე, Linux-ზე, Windows-ზე, არ გაეშვება, არავინ გამოიყენებს. მაშინ უნდა ჩადო ძალიან დიდი effort-ი. ამას შენ წერ იმისთვის, რომ სხვას აჩვენო, რომ აი რა საინტერესო რაღაცები მაინტერესებს და აი მე ვიცი რაღაცები და რომ ისწავლო.
ამიტომაც ეგეთ რაღაცებს თუ მოხსნი, over engineering-საც აბსოლუტურად პრევენციას გაუკეთებ. ეხლა მე რა toy project-ებს ავაწყობდი, რომ ეხლა ვიწყებდი. ავაწყობდი regex engine-ს, ვინმე მიცით regex-ი როგორ მუშაობს? regex-ი ყველამ ვიცით ხო რა არის? მაგრამ იცით როგორ მუშაობს? აზრზე არ ვარ მეც. მაგრამ სიამოვნებით ავაწყობდი და ვისწავლედი. რა თქმა უნდა 80% ფუნქციონალით და 20% effort-ით. ეს მომცემდა საშუალება იმას, რომ გამეგო regex-ი როგორ მუშაობს. განაეს jobs დამალენდინებდა სადმე. მაგრამ ვიღაცა ტიპი რომ შემოვიდოდა ჩემთან და რომ ნახავდა რომ regex engine-ი მაგ GitHub-ზე აწყობილი, თავის readme-ით, თავის დასაბუთებებით, თავის ის და ეს readme LLM-ის დაწერილი რო არ იქნებოდა, იმის თვალში მე ერთი ქულით მაღალს დავიწერდი და გამოვირჩეოდი იმ 1000 სხვისგან, რომელსაც შეხვალ GitHub-ზე და to-do list-ებია გაკეთებული. მე გამოვარჩევდი ყოველ შემთხვევაში, ყველა ვარიანტში. Game Boy ემულატორი მიწერია, გაიგებ როგორ მუშაობს hardware-ი და სისტემურ პროგრამირება თუ გაინტერესებს ძალიან მაგარია. ინტერპრეტერი დაწერე. იცით ACT რა არის? ვინ იცის ACT რა არის? დაწერე შენი ACT. გაპარსე ტექსტი და ცადე რომ ინტერპრეტერი დაწერო. მიხვდები რას, როგორ მუშაობს ინტერპრეტირება დნები ისწავლე. როგორ მუშაობს ACT ისწავლე. პერფორმანსსაც ისწავლე. ისწავლე რა მონაცემთა სტრუქტურები უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ ყველაფერს თუ string-ში შეინახავ, გექნება საშინელი პერფორმანსი. ანუ გაიძულებს ესეთი პროექტები, რომ ისეთ პრობლემებზე იფიქრო, რაც მნიშვნელოვანია, რაც ბევრ რაღაცას გასწავლის. აქაც უნდა დაიცვა 80% ფუნქციონალი, 20% effort-ი. შენ ვერ შექმნი ხა ისეთ ინტერპრეტირება დენას, როგორიც არის Ruby მაგალითად. გამორიცხე იქ. გაერთი. ქართული პროგრამირების რაღაცა ის გააკეთე ინტერპრეტერი. არ ვიცი. აიღე შენი საყვარელი ენა და შენ საყვარელი ენაში დაწერე ინტერპრეტაცია რაღაცა custom-ენის. აიღე JavaScript-ი, Swift-ი, არ ვიცი. მილიონი ენა არსებობს, C# თუ გინდა. რაღაცა გააკეთე უღონთ. Physics engine-ი შეგიძლია გააკეთო, ხო? ფიზიკას ისწავლი. ძალიან გაერთობიდან. არ ვიცი, მე ესენი მომივიდა აზრად. კერნელი დაწერე. აი ძალიან მაგარი Git აქ არის ძალიან მაგარი ესეთი ბიბლიოთეკა GitHub-ზე write your own operating system. აი ეს არის ლეგენდარული რეპოზიტორი არის. შეფთერებად არის დაყოფილი და ბოლოს მიდის, ანუ თავის malloc-საც აკეთებს. malloc იცით რა არის? თავის malloc-საც აკეთებს და ბოლოს ანუ ტაიმერებს აკეთებს, clock-ებს აკეთებს და ბოლოს საკმაოდ ისეთ რეზულტატამდე მიდის. ეხლა ამას რო გაყვე, ვერ დამაჯერებ შენ რომ აი ბოლოსში რო გახვალ, რაღაც ცოდნა არ დაგჭება. ძალიან მაგარი რეპოზიტორია, ეს ძალიან ძველი რეპოზიტორია, 11 წლის წინაა გაკეთებული და მუშაობს. C-ში რა თქმა უნდა. ხო, ბენეფიტები რა აქვს ეხლა ამ ყველაფრის კეთებას? ძალიან unexpected skill-ებს იღებ რა, რასაც ყოველდღიურად ჩვენ სამსახურში ვერ მიიღებ, ლოგიკურია. და YouTube-ზე ვერ მიიღებ how to create to-do list in რაღაცა X language, მაგით ვერაფერს ვერ მიიღებ რა, to-do list-ები არის გაკეთებული მილიარდი. ვერც ენას ვერ ისწავლე მაგით. ენას როდი ისწავლობ? როცა რაღაცა პროექტში ვარდები, აი რატო არის მაგალითად, რომ როცა სამსახურში არ მუშაობ და თან კაი დისციპლინაც არ გაქვს, შენთვის ვერ სწავლობ რაღაცას. იმიტომ ჯერ ერთი დიდ ეფორტს არ უთმობ და რაღაცაში რომ გაიჭედები, მალე ანებებ თავს. ფულს რო გიხდიან და სამსახურში რომ მუშაობ, იძულებული ხარ, რომ პრობლემა რო გაქვს მოაგვარო და დიდ დროს ატარებ იმასთან. მორჩა. ამის ალგორითმი და ფორმულაც ეგაა. დიდ დროს გაატარებ, მალე ისწავლი. ნაკლებ დროს გაატარებ, ეს დროში გაგეწელება. ნებისმიერი საქმე ეგრე არის. პროგრამირება მით უმეტეს. რაც უფრო ბევრს წერ, ეხლა დღევანდელი ის რა არის? მან ტუტორიალ ჰელი. აუ დაჯდები, უყურებ როგორ გავაკეთო, მერე კითხულობ სტატიას. მერე კითხულობ, უყურებ სხვა ტუტორიალს, მერე Udemy-ზე ყიდულობ რაღაც კურსს, მე მოკლედ. მერე რაღაც და ვეღარ გამოდიხარ აქედან. თან twins გონია რომ სწავლობ, მაგრამ არაფერს არ სწავლობ, არაფერს არ აკეთებ. ამიტომაც ჯობია რა დაიწყო კეთება და რომ გაიჭედები მერე წაიკითხო. მერე მოტრიალდე, წაიკითხო. მაგ დროს უფრო ბევრს ისწავლი. და როცა მით უმეტეს ესეთ პროექტებს აკეთებ,
მით უფრო მეც სწავლობ რა თქმა უნდა. ეხლა, რა თქმა უნდა, ამ პროექტებს რო გააკეთებ, მე ეს ყველაფერი სადაც უნდა გამოაჩინო. დღევანდელი ჯუნიორები ძირითადად რომ იგზავნიან GitHub-ს, ყველას აქვს ერთნაირი რეპოზიტორები. README არ უწერია არც ერთს. მე კიდე კაც როგორ შევამოწო, კოდის კითხვას ხო არ დავიწყებ მარტივად. პირველ რიგში ვკითხულობ README-ს. README თუ უწერია კარგად, README თუ უწერია ემოჯებით, ესე იგი LLM-ს არ დაწერილი. ეგ არის 2x2 4. თუ ბევრი ესეთი ნახატები წერია, ლამაზი სმაილები. კაი რა, come on. მეგრევე გასაგებია. ეგეც დაიმახსოვრეთ, თუ LLM-მა დაგიგენერირეთ ეგეთი README, ეგ მაინც წაშალეთ. თორე დღეს უკვე ყველა მიცის. ან ისე ტირე რო აქვს ესე. რო დაწერ და გრძელი ტირე, თუ აქვს ესე იგი ChatGPT-ია. Gemini-ს მიწერეთ, ის არ წერს ეგრე. აქედან გამომდინარე დაწერეთ README გავუკეთეთ პროექტებს და დაწერეთ README-ში რატო გამოიყენეთ X-ი Y-ს მაგივრად. რატო ეს, რატო ის, რა პრობლემები აქვს კოდს. თუ დაწერო this is next revolutionary OS kernel, ну გასაგებია ყველაფერი. შანსი არაა, ხო? 80% functionality, 20% effort. აქედან მომდინარე ჩამოწერე, ეხლა რა პრობლემები აქვს. TOI პროექტი რო არის, რა გასაკეთებელი რო უფრო კაი და საინტერესო გახდეს. აღწერე ყველაფერი. წადი და ეს დაპოსტე Twitter-ზე, LinkedIn-ზე. შეიძლება თქვა, მე 16 ფოლოვერი მყავს. რა უნდა დავპოსტო, ვის რა შეაინტერესებს. ეგრე არ არის. შეიძლება დღეს არავის არ აინტერესებს, მაგრამ 3 თვის მერე ძალიან მაგარ კომპანიაში გააგზავნო CV და იქ მერე ტიპი შემოვიდეს და შენი Twitter-ი ჩასკროლოს. აი, აბა რა მასტია, აბა რაები აინტერესებს. შენ იქ თუ გაშიარებული რაღაცა აღარ ვიტყვი რაღაც და ის დაგარეჯექტებს. ეგ არის ძალიან ცნობილი ტაქტიკაა, ძალიან ცნობილი. აი, მე არ მეგონა ეგ, სანამ ცოტა კომპანიაში ცოტა ისეთ მაღალ ლეველზე არ ვიყავ, სადაც უკვე აი კადრების გადაწყვეტა ხდება ვინ აიყვანონ. მით უმეტეს საქართველოში. ჩათვალე რომ ყველგან გსერჩავ. აი, ყველგან გსერჩავ. Facebook-ზე, LinkedIn-ზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას აზიარებ. ну Facebook-ი დავიკიდოთ რა, Twitter-ი და LinkedIn-ი ავიღოთ რა. ძალიან დიდი მნიშვნელობა რა გაინტერესებს. რაღაცა იმას თუ გააზიარებ, ხა მოდი გასწავლი რაღაცას 1000 ლარა და მე 10000 ლარი გექნება ერთი წლის მერე ხელფასი და ციხიდან გამოვიყვან ხალხს და პროგრამირებას ვასწავლი, ну მე დაგარეჯექტებ და იმას შეიძლება არ დაგარეჯექტოთ. ამიტომაც თქვენი პროგრეს აპდეიტები აკეთეთ Twitter-ზე, LinkedIn-ზე და რაში გამოიყენებ, ამას ეხლა შემდეგ სლაიდზე გეტყვი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამით შენ ანახებ პოტენციურ დამსაქმებელს, ან პოტენციურ შენ კოლეგას, რომ ეს საინტერესო ტიპი ვარ. ესეთი მაინტერესებს, აი მე ვაკეთებ და ძალაუნებურად ხვდები თვალში ტიპს. ეხლა ვიღაც ტიპი არის, მაგალითად LinkedIn-ში არის ვიღაც დიმიტრი რაღაც უკრაინელი ტიპია რა. არაფერს არ აკეთებს, ყოველ დღე ვიღაცის რაღაც საინტერესო სტატიას თუ ნახავს, ну ის iOS დეველოპერია და iOS სტატიებს აზიარებს რა. თავიდან რავი, ახლა არ ვამჩნევთ, ახლა აზიარებს, ანუ ოკეი, საინტერესოა. მე დავამუღამე რომ მაგრა დახვეწა რაღაცეები რა, ანუ მართლა საინტერესო რაღაცებს აზიარებდა და უკვე ყველა ის მომწონდა რა. ანუ მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთ დღეს ვხედავ რაღაცა ნაცნობი სახელით დაპოსტა რაღაცა. ანუ კითხულობ, ჩემი სტატია. ვა, მეთქი რა მაგარია და გამიხარდა რაღაცა, ანუ მაგრამ რეალურად პირველ დღეს რო დაეწერა ეხა ეგ რო გაეშკიარებინა, ეგეთი რეაქცია არ მექნებოდა. მაგრამ თვალი რომ მიეჩვია ამ ტიპმა, ჩემ თვალში რაღაცა რესპექტი დაიგდო, საინტერესო რაღაცებს და იქ რომ მე ჩემი სტატიაც მოხვდა, მეც რაღაცნაირად გამისწორდა. ეხა სადმე რო ეგ ტიპი შემხვდეს, ანუ შანსი რომ მქონდეს, ხო? და ნაკლებია შანსი, მაგრამ scale-ზე გადათვალეთ, ეს ჩემთანაა ნაკლები, მაგრამ ხო რამდენი ხალხი ამ LinkedIn-ზე. რა თქმა უნდა, ჩემ თვალში უკვე პატივისცემას რაღაც წონა აქვს, ქულა აქვს. ეხა strategic networking-ი. ძირითადად რას აკეთებს ჯუნიორები არასწორად. ნახავენ LinkedIn-ზე იმას რა ქვია, ვაკანსიას, წავიდა sign in. ეგ არ მუშაობს. ხალხო, LinkedIn-ის ვაკანსია, რომც ქართულად დაწერო, იმდენი ინდოელი გიგზავნის რეზიუმეს, რა, მე აღარ გინდა რა. შენ წარმოიდგინე ამერიკული უცხოური კომპანია, რომელსაც წერია remote. რამდენი უგზავნის. ეგ მარტო ზუბა უნდა იყო, რომ Rockstar-ში დააჭირო ესე LinkedIn-დან sign-in და დაგირეკონ. მე არავინ დამირეკავს. მინიმუმ ეგეთ კომპანიაში უნდა მუშაობდე, ისტორიაში უნდა გიჩანდეს რაღაცა, რომ ეგეთ დიდ კომპანიაში გიმუშავია. სხვა გზა შანსი არ არის. არ დაგირეკავენ. და არ მუშაობს ეს პოსტა
ძველებური ეს ვაკანსია ვნახე, მოდი გავაგზავნე და დაველოდები ახლა, აბა დამერეკავენ თუ არა. ძალიან რთულია. შეიძლება შიგნით სანამ ეს ნამდვილ ადამიანთან მივა ბოტია ვიღაცა, რომელიც ამ იმას რა ქვია, რეზუმემებს რაღაცა ნიშნის მიმართ ფილტრავს. ძალიან დიდი შანსია, რომ რაღაცა ბოტი ეყენოს. და არის ეგეთი ბოტები, სახელი არ მახსენდება. სივს აიღებს, წაიკითხავს, აგენტია რა, სივს აიღებს, წაიკითხავს, გადაყრის. რასაც ჩათulis რო საჭიროა, წაიღებს. შეიძლება შენი ავტომატურად მაგალითად ხვდება, იმიტომ რომ ჯორჯია არ მოსწონთ. ჩემი მეგობარი იყო, სახელდაგვარს არ დავასახელებ, ვერლენდავდა ესე ჯობს, ძალიან დიდი ხანი წვალობდა, აიღო ლონდონის, ანუ ბრიტანეთის ნომერი, დაიწერა ყველგან ლონდონი, Skype-ში ქონდა ის ნომერი და მე მოხვდა Google-ში. მართალი ისტორია. ანუ დაუკავშირდნენ მე. თავიდან ეგრევე არ ეჯექტებდნენ. მეც რამდენჯერ ყოფილი ვარ გასაუბრებაზე, რომ საიდან ხარ ჯორჯიადან, მეთქი ამერიკავენ და როგორი ამინდია შტატ ჯორჯიაში, მეთქი არ ვარ შტატი ჯორჯიიდან. ბოდიში კარგად იყავ. ხო და რავი, შეიძლება იმ ბოთსაც აქვს ეგ რა. გამიგე და შეიძლება ეხა რომანი იყოს რაღაც სხვა ქვეყნიდან და მე ამის ქვეყნიდან არ ვინტერესდებოდა ესე დეველოპერებით. მაგრამ რომას თუ პირადად ვიცნობ და პირადი ურთიერთობა მაქვს, ან ხედავ LinkedIn-ზე, Twitter-ზე საინტერესო რაღაცებს პოსტავს, რავი, შეიძლება დავიკიდო ის და პირდაპირ მივწერო, გამიგე? ყოველთვის ყველაზე კარგი სამსახურები იშოვება networking-ით. ამას ანუ ვერაფერი ვერ შეცვლის რა. არც ერთი ესე დასაინებული თუ ზუბა არ ხარ. არც ერთი ესეთი საინინით ჯობი არ იდროპება პროსტა ეს. ეხლა რას ვიზავდი მე? აი მაგალითად მინდა რომანთან დაწყება მუშაობის. ვიცი რომ მაგარ რაღაცაზე მუშაობენ, ეს არის რაღაც ტექნიკური დირექტორი ან ვიღაც ისეთ ვისაც სახელი ეთქმის და მიუყვებია და მაგრამ მინდა ამათთან მუშაობა. არ გავუგზავნი არც რეზიუმეს, არც არაფერს. წავალ და რომანს დავამატებ LinkedIn-ზე. თუ არ დავამატებს, მივწერო, მინდა რომ რაღაცა connection-ი ვიყოთ. მოკლედ ვიჩალიჩებ რომ დავამატოს. როგორც კი დავამატებს, პირველ რიგში ძველ პოსტებს ალბათ ვერ ნახავს, მაგრამ დავიწყებ ჩემი თავის promotions, რაღაცებს დავპოსტავ საინტერესო რაღაცებს. მოკლედ რა, თვალში გავეჩხირები რაღაცა დროის პერიოდში. მე დაველოდები რაღაცას დავულაიქებ, რაღაცას გადავიშიარებ, რაღაც არ ვიცი, მოკლედ თვალში მოვხვდები. მე რაღაცას სწორ მომენტს დავიჭერ და ამ ტიპს მივწერ. გამარჯობა, თქვენ კომპანიას ვადევნებთ თვალს, გიყურებთ, რაღაცა ძალიან მინდა რომ თქვენთან ვიმუშაო, დაწერილი მაქვს regex engine-ი, OS-ის kernel-ი მაქვს დაწერილი, ჩემი ბევრი თოი პროექტი მაქვს, ჩაუგდებ GitHub-ის links, გადახედეთ, თუ სამსახურს ვერ დამაწყებინებთ და ჯობი არ გაქვთ, გამითვალისწინეთ, რომ საინტერესო ტიპი ვარ, თუ მაგასაც ვერ არიზავთ, დამაფიდბექე მაინც რა. ნებისმიერ ვარიანტში მოგებული ხარ. სულ რომ თუ მოგაქცია ყურადღება და მაგახსნა მაინც რა. შეიძლება ეხა არა, იმ წუთას იქ შეიძლება მართლა ვერ დაიწყო, მაგრამ ამ ტიპისთვის ყოველთვის პოზიტიურად დაამახსოვრდები ადამიანს რა. და მე შეიძლება ეს ძალიან გამოგადგეს. ვიცი, ძალიან ექსტრა ეფორტია იმისთვის, რომ პირველი სამსახური დაიწყო, მაგრამ ნუ დღეს ეგეთი ბაზარი გვაქვს და ეგრე არის მოწყობილი. ოღონდ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შენ ნატურალურად უნდა აკეთებდე. თუ ამ ყველაფერს თამაშობ, იმ პროექტებს ვერ გააკეთებ, შანსი არ არის. სადღაც გაწყვიტავ რა, ანუ ეს უნდა გისწორდებოდა. ამიტომაც აი ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აირჩიო შენ რა მოგწონს, რა ქსიამოვნებს, რის კეთება ქსიამოვნებს. ეხა შენ მე რომ მითხრა რომ data scientist-ის რაღაცა პროექტი გააკეთებ, ვერ გავაკეთებ რა, ანუ არ მაინტერესებს, ვერ ვერთობი. ან რომ მითხრა რომ JavaScript-ზე აწყე Twitter-ის კლონი React-ით, არ შემიძლია, ვერ გავაკეთებ. ამიტომაც უნდა იპოვო შენი რაღაც საინტერესო გზა და იქ დაიწყო. ნუ mobile-ში ხომ ვაფშე რთულია. ახლა graphics-ები ისინი აღარა მაქვს რა მოყვანილი. Game development-ში გულისხმობ ჩვეულებრივ gameplay development და არა იმას აქვია. ზუბარას საკეთებს. მაგრამ ნუ ამ რაღაცეებში მართლა შეიძლება ბევრად მარტივად ჯობის დაწყება. ნუ mobile-ი ძალიან რთულია, მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ რომ არსებობენ კომპანიები, რომელსაც mobile აპლიკაცია აქვთ, მაგრამ მათთვის ეს არ არის first class ბიზნესი, ან მათთვის ეს არის უბრალოდ რომ გქონდეთ. ამიტომაც ეგეთი პროდუქტის განვითარებას დიდად არ ვფიქრობენ და ყავთ რაღაცა n რაოდენობით დეველოპერი და სანამ ის ერთი არ წავა, ახალს არ წაულობენ. ამიტომ mobile-ში რო გინდა დაწყება, კიდევ უფრო ართულებს, იმიტომ რომ first class
mobile კომპანია უნდა იპოვო, მაგალითად როგორც არის mobile ბანკები, ხო? ან იმათი თავარი პროდუქტი არის mobile სიტყვაზე ავიღოთ. ან რაღაცა კომპანიები, რომელსაც მარტო ვებიც არ აქვს. მარტო mobile-ი აქვს, ხო? იმიტომ რომ თავარი პროდუქტია. ესენი ზრუნავენ და ამიტომ ბევრად იხლიჩები რა. და ბექი-ბექია, რავი. გინდა first class-ი იყო, გინდა არ გინდა, ყველა სჭირდება. ამიტომაც ბევრად უფრო მარტივია მაგ კუთხით. ეს იყო და ეს. თუ რამე კითხვები გაქვთ, დიდი სიამოვნებით გაგცემდით პასუხს. აი, ძალიან ბევრი მინახე ვაკანსიაში, აი front-end developers როძებენ, რო შევსულო ვაკანსიაში, აღწერაში წერია, რომ აი ბექისენებიც უნდა იცოდნენ. მე ზოგადად ეგრე ვუყურებ, რომ საქართველოში job description-ი ესე არ არსებობს. Job description-ებს საქართველოში წერენ HR-ები, საქართველოში გვყავს უმეტესწილად ცუდი HR-ები, ეს HR-ი მიდის, ნახულობს ხვის კომპანიის job descriptions, Angular-ი გვჭირდება, ოკეი, წავა, იპოვის რაღაცას, დააკოპირებს, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ნუ ხა front-end რო უწერია ტიპი რო ეძებს front-end developers, იმას თუ ბექისენებიც უნდა ვიცოდე, იქ მან უნდა ეწეროს, რომ კარგი იქნება რომ იცოდეს და მე ჩამოწეროს რა იქნება კარგი, მაგრამ requirement-ში არ უნდა იყოს. ამიტომაც ეგეთ job descriptions რო უყურებ, აი კიდევ ერთხელ ეგ არის უკვე სტანდარტული მიდგომა. დაიკიდე იმას რა უწერია რა, გინდა იქ მუშაობა, აი სტრატეგიულად მიუდექი. იპოვე იქ ვინც მუშაობს და უმეგობრდი იმას სოციალურ ქსელში. ეცადე მოხვდე თვალში და ანახე, აი მე კი არ ვიცი PHP ან რაღაცა, რაც უწერიათ, მაგრამ language agnostic ვარ და მალე შემიძლია ავითვისო, რავი, შემიძლია გაჩვენო. ანუ თამამი უნდა იყო რა, ის კი არა რომ გამარჯობათ, ჩემი GitHub-ია ეს, შეგიძლიათ feedback-ი მომცეთ, არ ცალია feedback-ი რომ მოგცეთ, თან ისეთ ტექსტს წერ. მაშინ თუ მომწერ რაღაცას გამარჯობა, მე სიტყვაზე ავიღოთ C-ზე, აი ეს მაგ გაკეთებული, აი GitHub-ი, შეგიძლია feedback-ი მომცე. ვა, გადავალ. მაგრამ პროსტო თუ მეტყვი, აი GitHub-ი შემიმოწმე, აბა. ერთმა ადამიანმა მომწერა, iOS აპლიკაცია დავწერეო და reviews გამიკეთებო. აი სიამოვნებით გაკეთებდი დრო რომ მქონდეს, მაგრამ ეხლა რომ მოეწერა იმას, რომ iOS აპლიკაციაში გამოვიყენე ახალი foundation მოდელები, სადაც AI-ით ლოკალ რაღაც აი რა ხვდები, აი რაღაცნაირად ან effort-ი რო ჩაედო. იმას effort-ი არ ჩაუდია, to-do list-ი გააკეთა, უნდა დაურევიო. ვერ იჭერს ჩემ იმას გამიგე, ამიტომ დროც არ ვკარგავ. მაგრამ თუ ისე მომწეს რაღაც საინტერესო, შეიძლება დავიჭირო და გადავიდე იმას ვქნა. აი მაგალითად ახლა ავიღოთ მაგალითად, რატო ავიყვანე ჩემი junior developer-ი ახლა ვინც ავიყვანე ჩვენთან Texas-ში. უნდა ვთქვათ, მანაც იცის, მეც ვიცი, უამრავ რაღაცაში, ტექნიკურ რაღაცაში თეორიულად ვერ მიპასუხა. საუბრის დროს. მაგრამ როცა home task assignment-ი გავაკეთე, მისი home task assignment-ი აბსოლუტურად ერთ-ერთი ჯდებოდა იმასთან, რაც მელაპარაკა თეორიულ გასაუბრებაზე. რო ვკითხე თეორიულ გასაუბრებაზე რაღაც რაც არ იცოდა, მეორე გასაუბრებაზე რო შევხვდი, მოძიებული ქონდა და წაკითხული ქონდა. რაღაცეებზე რაც ვეკითხავდი და არ იცოდა, აქეთ კითხვებს მისმენდა. გასაუბრებაზე არის რომ შენ რო კითხავ რაღაცას, ხო, მე რო კითხავ რაღაცას, შენ მომნები არ ვიცი. და მე გავართ ეს. და მე უკვე ვაგრძელებ შემდეგ კითხვას გადავდივარ, მაგრამ შენ თუ მეტყვი რომ აუ არ ვიცი, შეგიძლია ამიხსნა? სხვა ხარ უკვე, ანუ სხვანაირად მე სხვანაირად კითხულობ, შენ ესე იგი გაინტერესებს. ესე იგი შენ იმიტომ კი ახარ მოსმენი რომ მარტო პასუხები გამცე. შენ იმიტომ ხარ აქ მოსული რომ რაღაცა ისწავლო. ზოგი არის მეორე კატეგორია, არ ვიცი, მე არ ვიცი და ეგ ეთხუბება და პოლემიკაში შემოდის. მოკლედ, აი ეგეთი კატეგორია არის. ხო და ზუსტად ერთ და იგივე იყო, რაც თეორია რაც ის და დავინახე რომ ადამიანს мотиваცია ჰქონდა, ბევრი არჩევანი თან არც ჰქონდა და ყველაზე ოქროს შუალედი დავიჭირე რომ დავიჯერე რომ მართლა უნდა და რაღაც სწავლა, აინტერესებდა და რაც არ იცოდა მეორე გასაუბრებაზე იმაზე მიპასუხა რაღაცეები რა. ანუ დაждდა, გაარჩია, მართლა მონდომებული იყო რა და ის ესეთი თვისებები გაძლევს იმის დასკვნასო დისციპლინა აქვს ადამიანს და მუშაობას რო დაიწყებს შენთან ამ დისციპლინით გამოვა რა. აი მაგალითად აი ლევანის პოდკასტი რო იყო რა, იქ მაგას ამბობს ზუსტად რომ აი დისციპლინა თუ გააქვს და ერთი და იგივე რაღაცას აკეთებ, შანსი არ არის რომ სადღაც ამან არ იმუშაოს და რა ვიცი, ერთი თვეა უკვე რაც ერთად მუშაობ და მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით. იმედია ეგრე გაგრძელდება, ანუ ვფიქრობ რომ კარგად შევარჩიე
და არ მოუტყუდი რაღაცეებით რა. მირჩევნია მე ტექნიკურად ნაკლები იცოდეს ადამიანმა და სხვებისგან გამორჩეული იყოს იმით, რომ მაგალითად რო არის რაღაცა ადმინის სახში არჩევს და მოდის, ეგ ჩემთვის პლუსია. კიდე გაქვთ კითხვები? წავედით მაშინ გავაგრძელოთ კოდის წერა. მადლობა.